აქ თქვენი ტოლი რო იქნება, მაშინ უნდა იღადაოთ ერთმანეთს ღადაოთ. არ გღადავებით. და ჩემთან რომ იღადაოთ, ხო? ეს ჩემი შეურაცხყოფაა. არ გღადავებით. ანუ მაშინ აი მაგალითად ახლა როგორ არის? იცით, მაგარი მანქანით რო ჩავივლით, გოგოები გიყურებენ და მაშინ რა მანქანა იყო ეგეთი? რო გოგოები გიყურებენ. არა, ჩვენ ჩავივლიდით და ჩვენ გვიყურებდნენ. მანქანა კი არ იყო, მაშინ პირველი ნომერი იყო ადამიანი, როგორი ოჯახის შვილი იყავი, როგორი ცოდნა გქონდა. მატერიალურის არ ქონდა. არ ქონდა, დიდი შეიძლება მატერიალური ყოფილი, ერიდებოდა კიდევაც რომ მდიდარ ვაჭარს გაყოლოდა პატიოსანი ოჯახის შვილი. ახლა ყველას უნდა რომ შეძლებულ ადამიანზე პატიოსან, კარგ ადამიანს გაცილდება და მithოვდება თუ წაიყვანს მახინჯი მდიდარი გაკითხეთ თორე თქვენ პირადად რაღაც კი არ დაგხსენით და რა უბრალოდ მაინტერესებს მაშინ რა მანქანა არა ისე გეუბნებით სერიოზულ კაცოდესაც მოიყვანს სერიოზულად ელაპარაკეთ კაიგედა როცა ახალგაზრდას ეყვანთ ერთმანეთს ეცინეთ და რაც კიდე ქენით კაიგე არა კაცო 60-ს 300 ლარი 300 მანეთი ქონდათ და პრიადოსებს 500 მანეთი ოროსნები ბრინჯია პერაში ოროსნებს უჩაქრო ჩაი ახლა უშაქრო ჩაი არ ქონდათ, იმიტომ რომ მაგათ ყოფნიდათ იმას, კაიგე და ნუ ჩამიკრავთ იმას, კაიგე, ისე იღადავით მე, როდესაც მეწავალ, კაიგე. რა მithom და გამოირჩეოდნენ ხა ოროსნები, 60-ნები და 500-ნები. ოროსნებს ქონდათ, ოროსნები არ იყვნენ, მაშინ კარტოფილის ხინკალი. გარიცხავდნენ რო გარიცხავდნენ, ამაზე რატო უნდა იცინოთ, რომ არის სწავლია გარიცხავდნენ. ეგ სხვა შორის სირცხული მეზობელს არ ყავს არჩევ ძროხა და ძალიან ღარიბია და მე 100 ძროხა მყავს. რატო უნდა მიუცე მეზობელს? ეხლა შეჯიოთ ადგილი შენებაზე, შესაძლებელზე. დაუთმო 50 ძროხა. შეგნებულად აი რატო გაიცინე ახლა თქვა ვიშე და იმაზე რა ანუ მართლა სასაცილო ჟღერს რადგან რატოა სასაცილო აი მაგალითად რატოა სასაცილო შენ როგორ აკავს შენ 50 ძროხა და იმას არცერთი არ აკავს კი ბატონო იმიტომ რომ მე დავიწყე ერთი ძროხით აი 18 წელს რო გავხდი ერთი ძროხის ფული შევაგროვე შემდეგ ნუ რაღაცა ხარი ვიპოვე გავაჩენინე ამ ძროხას ბოკვერი რა ქვია ხო ბოჩოლა ხო შემდეგ შევაჯვარე შემდეგ კიდე შევაჯვარე და ავედი 100-მდე გავხდი 50 წლის შენ ვერაფერი ხმოს სახელი არის და როგორ შენ როგორ 50 წელი emotional damage მოხსნა შენ ახლა კარგი მაგრამ პოლინი ხარასე პლასტიკაზე მღერი ხარ ახლა კი ბატონო მაშინ 80,000 გამომწერი ახლა მომისმინე მე აი რატო უნდა მოვიდეს ვინმე და მითხას რომ შენ 80,000 გამომწერი რატო ყავსო მთელი ხალხი რატო გისმესო და მე არავინ არ მისმენსო რატო უნდა მივიცე ჩემი გამომწერები მომისმინე კი ბატონო ეხო მოგისმინე დიახ გისმენ გინებაზე იქოგება შენ მოგიტყა გისმენ ეხლა ავდგები და წავა არა ბატონო შენ თანამედროვე თემებზე გელაპარაკებით ბატონო გრეშა და თანამედროვე თემებზე თუ მელაპარაკებით თანამედროვეზე მელაპარაკე და ხო დასვი შენ კითხვა რომ ასე და ასეა რატოა მაგას მილიარდი იმიტომ აქვს რომ იშობა მაღაზია აქვს და ყველაფერი კი ბატონო დიახ ჩვენ პარლამენტში ზიან თუ არა ქურდები პარლამენტარება არ ვიცი რა ვიცი მე არის მე ვიცი კი ბატონო ზიან თუ არა ვაჭრები რომლებსაც გაძარცვეს ქვეყანა ხო და ეხლა პარლამენტში ზია აპარატო იცინი მაშინ ანუ რა შუაშია ვერ ხვდები რა შეიძლებოდა მაგალითად სტალინის დროს რომ ქურდი ყოფილიყო ისა პარლამენტის წევრი თავრობის წევრი არა მგონია ან არა ალბათ ან თქვა იქ რომ სამსიღებდა და იქ რომ ახალგაზრდაში ხალხს ატყუებდა ძარცავდა ის რომ მაგალითად ყოფილიყო დეპუტატი შეიძლებოდა ესა არა არ იყო წესი ხო ასე არა ციმბირიდან ვერ მიხედავდა ვერაფერს ხო სხვა ქუჩაში ხა როგორ შეიძლებოდა რომ მათხოვანი ყოფილიყო არის ეხლა მეზის ხება ქუჩაში გავლა რა ამდენ მათხოვარს და იმას რომ ამდენ მათხოვარსა და ამდენ
უყოვარ რომ ხედავ და უყურებ, ხო? დაუხრიტოთ. ეხლა მე წადია. რა საკეთებთ ბატონო გრიშა? კარგით ბატონო. აი ახლა ეს ჩემი მშვიდია და იქ. იტი